ფერადი დღემ მშვიდობის ჯადოსნური რჩევებისთვის იცით რომ უკვე აუცილებლად უნდა გამომიწეროთ. არ დაგავიწყდეთ კომენტარების დატოვება, ისფერი გულები ყველაზე მეტად მახარებს. თუ ამ ვიდეოს ნახავთ, აუცილებლად დამიტოვეთ, მითხარით რომელი აირჩიეთ, რამდენად რეზონირდება, გამიზიარეთ თქვენი ამბები და ასევე მონიშნეთ მეგობრები ან გაუზიარეთ მათ, ვისაც შეიძლება მსგავსი თემები აინტერესებდეს. პირადი კონსულტაცია არის ფასიანი და უნდა ჩაიწეროთ წინასწარ. ჩვენი დღევანდელი გაშლა იქნება ადამიანებზე, რომლებიც თქვენს გარშემო ცხოვრობენ. ნახოთ რას ფიქრობენ ისინი, რა უნდათ მათ და ასე შემდეგ. ჩაიფიქრეთ ადამიანი ან ადამიანები და ნახოთ რას ფიქრობენ და რას ვართ თქვენგან. რას ფიქრობს ეს ადამიანი? ჩაიფიქრეთ მოკლედ პირველი. რას ვართ ამ ურთიერთობისგან? ნებისმიერი ურთიერთობა შეგიძლიათ ჩაიფიქროთ, ამის მნიშვნელობა არ აქვს, რა მოლოდინი აქვს ზოგადად. ნახოთ როგორ განვითარდება. აქ რა უნდა გააკეთოთ თქვენ? რჩევა იქნება ყველაფერი შედის ამ ყველაფერში და რა იქნება რჩევა სამყარო რას გიჩვენებთ ამ ადამიანთან დაკავშირებით. აიჩეთ პირველი, მეორე ან მესამე და დავიწყოთ. თუ აიჩეთ პირველი, ნახოთ ესე იგი რას ფიქრობს ეს ადამიანი. რა სურს, როგორ განვითარდება მოვლენები და რა უნდა გაითვალისწინოთ. შეიძლება თქვენი ახლანდელი ურთიერთობა ცოტა დისტანცირებული იყოს, რაიმე პაუზასაც მოიცავდეს, ან ბევრი რაღაცის დათმობა შეიძლება გიწევდეთ და არ იყოთ დარწმუნებული, რომ ეს ყველაფერი გინდათ და გიღებთ. თუ ასეა, მაშინ იცოდეთ, რომ არ გირჩევთ ყოველ შემთხვევაში, თუ გჯერათ და რადგან უსმენთ, ესე იგი ასეა. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად ბევრი პრობლემისა, მიუხედავად ამ რაღაც ცვლილებებისა, რისი დათმობაც შეიძლება მოგიწიოთ, რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს, არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ იმაზე კარგად განვითარდება ეს ურთიერთობა, ვიდრე წარმოგიდგენიათ. რა რჩევას გაძებთ სამყარო, რა უნდა ამ ადამიანს თქვენგან. ამ ადამიანს თქვენთან ურთიერთობა უნდა, რომელიც დაფუძნებული იქნება ემოციებზე, სიყვარულზე, რწმენაზე, ნდობაზე, რა თქმა უნდა და ყველაფერი ერთად, რაც შეიძლება შეკრიბო და მოიცავდეს დადებითი, რა თქმა უნდა. ეს ადამიანი თვლის, რომ ბევრი რაღაც უნდა შეცვალოს, ბევრი რაღაც უნდა დათმოს, თუმცა ამ ყველაფერთვის მზად არის და უნდა რომ ეს ყველაფერი გააკეთოს და ამ ურთიერთობაში აუცილებლად იპოვით იმას, რასაც ეძებდეთ. თუ აქ სამსახურთან დაკავშირებით ჩაიფიქრეთ, მაშინ პარტნიორული ურთიერთობაა და ყველაფერი გამოგივათ და შეგიძლიათ რომ სცადოთ. თუ ურთიერთობაში ჩაიფიქრეთ, აქაც შეგიძლიათ რომ რაღაც დათმობებზე წახვიდეთ ამ ურთიერთობის გამო, რაღაცები გააკეთოთ ისე რომ თუ ვინმე წინააღმდეგი არ აუშავს, შეეწინააღმდეგოთ თქვენც, იმიტომ რომ იმაზე იდეალურად გამვითარდება მოვლენები, ვიდრე წარმოგიდგენიათ. პაუზა, რომელიც ახლა გაქვთ და თუ გაქვთ აუცილებლად მალევე დაირღვევა ეს პაუზა, ჩვეულებრივად გამვითარდება ურთიერთობა, აქ საუბარი უნდა მოხდეს ამ ყველაფერზე და უნდა დაალაგდეს იმდენად, რომ იდეალურად მიდის მერე ყველაფერი, ასე რომ არ შეგეშინდეთ ეს ადამიანი თქვენზე იმაზე დადებითად ფიქრობს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. შეგიძლიათ რომ სცადოთ მასთან ურთიერთობა, იქნება პარტნიორული, სამსახურეობრივი თუ პირადი. რაც შეეხება მეორეს, თუ აჩეთ მეორე, ნახოთ, რას ფიქრობს ეს ადამიანი. როგორ განვითარდება და რა მოხდება. ფიქრობ, რომ უფრო არ ვიცი რაღაც ტომღაც მგონია, რომ უფრო სამსახურთან დაკავშირებით მეტმა ადამიანმა ჩაიფიქრა. თუმცა თანხებთან დაკავშირებით გულისხმობ კარიერა, შემოსავალი და შემდეგ თუ ეს ასე არ არის, ნებისმიერ შემთხვევაში მოკლედ ორივე შემთხვევა განვიხილოთ, როგორც წინაზე. აქ ადამიანი ფიქრობს, თქვენთან ერთად უამრავი გეგმა აქვს, უამრავი რაღაც აქვს ესე ვთქვათ, ჩაფიქრებული, რაც უნდა გააკეთოს და რაღაცნაირად ცდილობს, რომ ეს ყველაფერი ძალიან ესე დალაგებულად, დაწყნარებულად და გეგმის მიხედვით წაიყვანოს და გააკეთოს, რაც საკმაოდ დიდი ხანია შეიძლება ამ ყველაფერს ფიქრობდეს და დიდი ხანია უნდოდეს, ამიტომ არ აუშვებს თუ რაღაც ბევრი წინააღმდეგობა იყო, თუ რაღაც პრობლემები იყო, ყველაფერი უნდა მოგვარდეს და დაალაგდეს მის ფიქრებში ყოველ შემთხვევაში. ეს არის ახლა გეგმები მისი, ესე ვთქვათ, და მოსაოდნელი განვითარება რა შეიძლება იყოს, არის წელებების მარტივად მიღება სურს ამ ადამიანს შედარებით და მალე რაც შეიძლება რაღაც მოგზაურობაც კი დაგეგმოს ერთად, სადმე ქალაქ-კარით გახვიდეთ, უარი არ უთხრათ, ამიტომ რაღაც თითქოს ცვლილებებისკენ მისწრაფის, რომელიც მის თulis რომ მის ბედს და იღბალს შეცვლის, აი ეს ყველაფერი რაღაც პატარა ცვლილებები კიდევ უფრო დიდ ცვლილებებს გამოიწვევს. რაც შეეხება განვითარებას, რაც შეეხება ეს ცვლილებები, რომელიც თქვენს კემოდის აუცილებელია და პირიქით უფრო წარმატებულს გახდეს ამ ყველაფერს. ამ ცვლილებები, რომელიც თქვენთან მობად, რომელსაც გამოიწვევთ, აუცილებელია, უნდა მიიღოთ, უნდა გააკეთოთ, თქვენს გადადგათ ნაბიჯები, მანაც უნდა გადმოდგას, თუ სამსახურს ეხება, რა თქმა უნდა, აქაც ვიტყვი, რომ თანაბრად უნდა გაინაწილოთ ყველაფერი პასუხისმგებლობა და შემდეგ მიიღებთ იმ შედეგსაც გსურთ, თუ გუნდური მუშაობაა, გუნდურად უნდა იმუშაოთ და რომელიმე დომინანტური ხასიათი არ უნდა გამოაჩინოთ. მე ვიდეოს გადაღება გავაგრძელე და აღმოჩნდა შემთხვევით ნახე, რომ თურმე შუაგზაში გაწყდა, გავაგრძელებ, საიდანაც საუბრობდი და მოკლედ იმის თქვა მინდოდა, რომ თითქმის დავასრულე მართალია, მაგრამ ბოდიშს გიხდით, ესე გავაგრძელებ. ესე იგი, ორივე შემთხვევაში პარტნიორთანაც სამსახურში და კარიერა მოკლედ პირადი თუ არ
არ აქვს მნიშვნელობა, ორივე შემთხვევაში თანაბრად უნდა იყოს ყველაფერი განაწილებული და გაყოფილი და ამ შემთხვევაში აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას და აუცილებლად დადებითად განვითარდება ყველაფერი. სულ ეს იყო თქმაც მინდოდა მეორესთან დაკავშირებით, რაც შეეხება მესამეს, აი ახლა ვიწყებთ მესამეს გაშლას, კიდევ გარგირობ დიდხანს არ ვისაუბრე კამერა გამორთულმა. მოკლედ რაც შეეხება მესამეს, რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე, როგორ განვითარდება მოვლენები და რა უნდა გააკეთოთ. ამ ადამიანის თვალში თქვენ ხართ იდეალური ქალი, რომელიც ქალღმერთია, შეიძლება ითქვას და ასევე რომელიც ყველაფერს მიაღწევს, ყველაფერი გამოვა ისე როგორც მას სურს და უნდა. ამ ადამიანის თვალში ხართ იდეალური ყველანაირად თulis რომ ესე ვთქვათ, ბევრი რაღაცის გაკეთება მოუწევს იმისთვის, რომ თქვენი თავი შეინარჩუნოს და თქვენთან ერთად მოკლედ იყოს, იმიტომ რომ თითქოს რაღაც მისთვის უფრო მაღალ საფეხურზე ხართ, ვიდრე თვითონ არის, ამიტომ უნდა გააკეთოთ და რაც შევასკაძებთ სამყარო. არის ის რომ ყოველ შემთხვევაში არაფერი განსხვავებული იმისგანაც უკვე ვისაუბრე, თქვენგან მხოლოდ მოითხოვს ეს ადამიანი ესე ვთქვათ, ერთგულებას, სიყვარულს, სითბოს და ყურადღებას, რაც ურთიერთობაში ალბათ მთავარია ნდობაც და ყოველ შემთხვევაში თქვენი ემოციები, თქვენი ფიქრები აუცილებლად გამართულდება ამ ურთიერთობაში. რასაც გული გეუბნებათ, ენდეთ, გაყევით, გააკეთეთ და იყავით ერთგულები, რაც მთავარია, არ მოატყუოთ. ასევე მინდა გითხრათ, რომ ემოციები პირველ ადგილზე დააყენეთ, მატერიალურზე წინ ამ შემთხვევაში და ამ ადამიანთან ძალიან ბედნიერი იქნებით, იმიტომ რომ ყველაფერი ემოციებზეა თითქოს დაფუძნებული და აგებული და როცა წრფელი, ნამდვილი გრძნობა, ყველაფერი გამოვა, ყველაფერს ეცდება ადამიანი და ყველანაირად ესე ვთქვათ მოძებნის გამოსავალს, რომ იდეალურად იყოს ყველაფერი. ეს არის თქვენი გაშლა, რას ფიქრობენ ადამიანები თქვენს გარშემო, რას ურთმათ თქვენგან და რა უნდა გააკეთეთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი იდეალურად დასრულდეს. წარმატებული ბედნიერი და ფერადი დღეები ყველას.